მოგესალმებით მაყურებელს, მადლობა დაპატიჟებისთვის. კი, თვითკრიტიკა კარგი არის, მნიშვნელოვანი არის, თუმცა ჯერ ვისაუბროთ საიდან მოდის ეს თვითკრიტიკა. ევროკავშირი არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ იმისთვის, რომ ევროკავშირის დონეზე იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ამას ჭირდება ყველა წევრი სახელმწიფოს შეთანხმება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს უნგრეთი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნებასთან ერთად ორკესტრირებულად ბლოკავდა ევროკავშირის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, არა მარტო უკრაინას საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ასევე უკრაინასთან დაკავშირებით და სხვებთან. ევროკავშირმა უკრაინის შემთხვევაში მოახერხა ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს ჯერჯერობით არ მომხდარა. ეხლა შევხედოთ ორიოდე წამით თავად უნგრეთს. დღეს კიევ-პოსტმა გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატია, რომლის თანახმადაც ორბანის რეჟიმმა უნგრეთი გადააქცია ევროკავშირის ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ. ანუ აქაც გასაგები არის, რომ რეჟიმი ცდილობს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და ასევე გამდიდრებას უნგრელი ხალხის ხარჯზე. უნგრეთში ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არსებობს ოპოზიცია, არსებობს პეტერ მაგიარი, რომლის რეიტინგი უკვე აღემატება ორბანის რეიტინგს და ძალიან დიდი ალბათობით შემდეგ არჩევნებზე ორბანს რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. ამ ყველაფრის ფონზე, იმის ფონზე თუ რა ხდება ჩვენს უახლოეს სამეზობლოში და ზოგადად გეოპოლიტიკურად რეგიონში. ქართულმა ოცნებამ ყველანაირად გაგვთიშა ჩვენ დასავლეთისგან, გაგვთიშა ჩვენი სტრატეგიული, ისტორიული უკვე მოკავშირეებისგან და ჩვენ რაღაცნაირად ძალაუფლების ვაკუუმში რუსეთისკენაც არ ვართ ბოლომდე. ევროპასთან ურთიერთობები გავიფუჭეთ. ჩინეთის შორს არის და ვერ გვეხმარება. ანუ აი ესეთ ვითარებაში ვართ ჩვენ ახლა. და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ევროპარლამენტიც ხედავს, ევროპული საბჭოც და ნებისმიერი ადამიანი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება მოვლენების განვითარებას. გიორგი, რამ შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირის მეტი ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით? ეს პროტესტი ვიცით რომ ძალიან, ასე ვთქვათ, ახლოდან აკვირდებიან ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის დროშებს, საქართველოს დროშებს, ეს ატრიბუტიკაც გასაგებია, მაგრამ როდის უნდა ვიხილოთ ქმედითი ნაბიჯები და მათ შორის, როდესაც ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, პასპორტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. მაინც იყო, ვთქვათ, ეფექტიანი და იმის შესაფერისი თუ რაც ხდება ახლა საქართველოში. ხო, ჩვენ შეიძლება ევროკავშირი ბევრი ვაკრიტიკოთ, თავადაც ამას აკეთებენ ბოლო პერიოდში, თუმცა თუ ჩვენ შევადარებთ ევროკავშირის ქმედებებს საქართველოსთან მიმართებით და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა გააკეთა გაცილებით მეტი, ვიდრე თავის დროზე გააკეთა მაგალითად უკრაინისთვის. ევროპა იცვლება, ევროკავშირი იცვლება, თავიდან ევროკავშირი საერთოდ უკრაინაში შეჭრამდე ეს იყო უფრო მეტად ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ეს ეკონომიკა და პოლიტიკა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის და რჩება, მაგრამ ამას ემატება ასევე თავდაცვითი კომპონენტი. იმისთვის რომ ევროკავშირი ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ აქტორად და მან შეძლოს რეალური გადაწყვეტილებების მიღება, ამას ჭირდება რეფორმები თავად ევროკავშირის შიგნით, რაც ნელა, მაგრამ მიმდინარეობს. ჩვენ კონტექსტთან დაკავშირებით ორი მთავარი მომენტი არის. ნებისმიერ ავტორიტარიზმთან ბრძოლა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან. პირველი ეს არის ხალხი ქუჩაში, რაც ჩვენ შემთხვევაში იყო არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდე იქნება, ოღონდ ამას ჭირდება გარკვეული მომენტუმების შექმნა, რაც ეს ოპოზიციამ უნდა გააკეთოს პოლიტიკური პროცესის მეშვეობით. მეორე არის პოლიტიკური პროცესი და აი აქ გვაქვს ჩვენ გარკვეული პრობლემა, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მოხერხდა ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშის შეთანხმება საერთო სტრატეგიაზე, მიდიან თუ არა არჩევნებზე, რას აკეთებენ მანამდე, რას აკეთებენ ამის შემდეგ. პრობლემა არის არა იმდენად კონკრეტული გადაწყვეტილება. პრობლემა არის ის, რომ სტრატეგია არ არის და ორი მოთამაშე ერთს ამბობს, ორი მოთამაშე სხვას ამბობს. და მესამე ეს არის საერთაშორისო წნეხი, რომელიც საკმაოდ სერიოზული არის ქართულ ოცნებაზე, მათ დღემდე აქვთ ლეგიტიმაციისა და აღიარების პრობლემა, ამიტომ დადის მთელი მინისტრთა კაბინეტი იტალიაში ჩავიდნენ, მაგალითად საკონსულოს გახსნაზე, რაც საერთოდ გაუგონარი არის, რატომ ჩადის მინისტრთა კაბინეტი რაღაცა პატარა საკონსულოს გახსნაზე. ეგეთი რაღაცა დიპლომატიაში არ ხდება. თან ხელმეორედ და ცენტრალური ხელისუფლებიდან ვერავინ ვერ მიიყვანეს. რა თქმა უნდა, ხელმეორედ უკვე გახსნილი საკონსულოს, კი. ანუ ეს ყველაფერი გვაჩვენებს და უნგრეთში კიდე მათი ვიზიტები მე მგონი უკვე კვირაში ერთხელ დაფრინავენ. ამ ყველაფერს აქვს ერთი კონკრეტული ამოცანა. ეს ამოცანა არის მოატყუონ საქართველოს მოსახლეობა, ქართული საზოგადოება, ვითომ ყველაფერი კარგად არის, ვითომ ისინი ახერხებენ ურთიერთობების დაალაგებას, მაგრამ სინამდვილეში რეალური სიტუაცია მათთვის უფრო და უფრო მძიმდება. აი ეს
გამოსულები, რომელიც ჩვენ ვნახეთ და შეტევები ჯერ გერმანიის ელჩის. ეხლა უკვე გერმანიის ელჩი აღარ არის მთავარი მტერი, ეხლა ბრიტანეთის ელჩზე გადაერთნენ და ეს ყველაფერი მეტყველებს არასტაბილურობაზე რეჟიმის შიგნით ერთის მხრივ და მეორე ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბრიტანული სანქციების მათ მართლაც ეშინიათ და მართლაც გრძნობენ, რომ ეს მომენტი ახლოვდება და რაც უფრო მეტად გაიზრდება წნეხი, ქართული საზოგადოებაც უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნითაც უფრო მეტი წნეხი იყოს ქართულ ოცნებაზე პოლიტიკური, რა თქმა უნდა, და ამ ორი წნეხის მეშვეობით უკვე ჩვენ შევძლებთ, რომ ვაიძულოთ ეს რეჟიმი ჯერ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, რაც პირველადი ამოცანა არის ყველასთვის და მეორე, რა თქმა უნდა, სამართლიანი ახალი არჩევნები. ანუ მაინც ყველაზე პრობლემურად შეგვიძლია დავასახელოთ ოპოზიციის ყველაზე ჩართულობა და ერთიანობის ნაკლებობა. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა არის ზუსტად ოპოზიციის არასტრატეგიული მოქმედება. ის რომ ისინი ანუ როდესაც ოპოზიციური ძალები მიდიან ბრიუსელში, ვაშინგტონში, სხვა ქვეყნებში, ისინი აღგერებენ ურთიერთგამომრიცხავ განსხვავებულ მესიჯბოქსებსაც კი. და ეს უნდა მოხდეს ამ ყველაფრის სტრატეგიული ერთიანობა, სტრატეგიული კომუნიკაცია თუ გნებავს და საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ოცნებისთვის სულ უფრო და უფრო მეტად წნეხის გაზრდას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ეს შეუძლებელი არის გარკვეული ერთიანობის გარეშე. მე არ საუბრობ იმაზე, რომ აი ყველა პარტია გაერთიანდეს. შეიძლება ეს არც მოხდეს, არც არის საჭირო, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებზე საერთო პოზიციები, საერთო გზავნილები, საერთო მოქმედება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეს მოხდეს. პარტიები იყვნენ რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში და ამ შეხვედრების შემდგომ ვესაუბრეთ რამდენიმე ოპოზიციონერს და გითხრეს, რომ ვთქვათ, რეკომენდაცია კი არ არის, რომ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა ან არ მიიღოთ, არამედ გქონდეთ ერთიანი სტრატეგია. რა თქმა უნდა. ყველა იღებთ მონაწილეობას, ყველა ირჩევთ პროტესტის, ასე ვთქვათ, უფრო აქტუალიზაციას თუ რა იქნება თქვენი მიდგომა. ხო, ქართულ ოცნებას კი ძალიან უნდა, რომ ოპოზიციამ მართლა მიიღოს რაღაცა დავალებები და ასე შემდეგ და სიგიჟეები, მაგრამ რეალურად ბრიუსელი უყურებს საქართველოში როგორ მიმდინარეობს მოვლენები. ჩვენი პარტნიორები ყველანაირად მოგვეხმარებიან, რომ ჩვენ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, მაგრამ ამისთვის აუცილებელი არის, რომ საქართველოს შიგნით ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, არც სხვა ნებისმიერმა სფერომ ჩვენი საზოგადოების შევჯერდეთ დაისახოს ერთობლივი სტრატეგია, თავისი მცირე ტაქტიკური ნაბიჯებით, გრძელვადიანი მიზნებით, რისკების შეფასებით ყველაფრით და უკვე ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ქართულ ოცნებაზე სერიოზული წნეხის გაზრდას, რა თქმა უნდა. გიორგი, მინდა გკითხოთ ბრიუსელიდან სიახლესთან დაკავშირებით, რაც პრინციპში დიდი ხანია მზადდება, ცვლილება ვიზის შეჩერების მექანიზმში და ეს კომპონენტი, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების დარღვევას. როდესაც ეს შეთანხმება უკვე ძალაში შევა, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ ყველაზე რეალისტური და ასე ვთქვათ, მოსალოდნელი ხდება, რომ საქართველოს დაკარგოს უვიზო მიმოსვლა. მე ძალიან არ მინდა რომ ეს მოხდეს, ისევ როგორც დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, თუმცა ბრიუსელმა არაერთხელ გააფრთხილა ქართული ოცნება რა მოყვება მათ მიერ ანტიდასავლური კურსის გაგრძელებას. ეს გაფრთხილებები სრულიად ცალსახა არის, მათ შეაჩერეს საქართველოსთან ნებისმიერი ტიპის საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ინდივიდუალური სანქციების და კონკრეტული პიროვნებებისთვის სანქციების დაწესებას სჭირდება მთლიანად ევროკავშირის კონსენსუსი. თუმცა ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტას სჭირდება მარტივი უმრავლესობა. ამ ეტაპზე ევროკავშირში ქვეყნების უმრავლესობა არ უჭერს მხარს ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტას, მაგრამ თუ ქართული ოცნება გააგრძელებს ამ ქმედებებს, რაც აკეთებენ, ამ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება ეს პოზიცია შეიცვალოს და ერთ დღეს ჩვენ გავიღვიძოთ უკვე ვიზა ლიბერალიზაციის გარეშეც კი. ამ სამწუხაროდ ეს შესაძლებელია და ამისი ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს. ეს იქნება ოცნების პასუხისმგებლობა მიუხედავად იმისა, რას გვეუბნება აქ რეჟიმი, მაგრამ ამას მაინც არ ქმნებენ შანტაჟს, რაღაც ქართული ხალხის დასჯას და ასე შემდეგ. არანაირი დასჯა, არანაირი შანტაჟი. ქართულ ოცნებას ჰქონდა კონკრეტული 9-12 ნაბიჯები ვიღაც ახსოვს, მაგრამ ხო არსებობდა. ძალიან კარგად იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ამის ნაცვლად ჯიბრზე მათ მიიღეს რუსული კანონი, მათ მიიღეს ეს გარუსებული ფარა, მათ მიიღეს სხვა კანონები მედიის წინააღმდეგ, აი ეს ეგრეთ წოდებული თავდაცმები მედიაზე, როდესაც ოცნების წარმომადგენლები უჩივიან დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას, მაგრამ ამავდროულად მათთან აფილირებული პროპაგანდისტული საშუალებები პირდაპირ უტევენ ყველა ადამიანს, ვინც არ ეთანხმება და ფაქტობრივად ეს კანონის იარაღად გადაქცევა, რაც ოცნება აკეთებს. ეს ყველაფერი ჩვენ არაერთხელ გვინახავს და ეს არის ზუსტად ის ნაბიჯები,
რაც გვაშორებს ჩვენ ევროკავშირს და ვინ აკეთებს ამას? მე ვერ ვაკეთებ. ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც აქვს კონკრეტული დღის წესრიგი და როგორც ჩანს, მათი მთავარი ამოცანა არის რამენაირად დაგვაშორონ ჩვენ ქართული სახელმწიფო ჩვენ დასავლურ სივრცეს. გიორგი 23-ში ბრიუსელში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხიც არის დღის წესრიგში. რა შეიძლება იყოს მათი მხრიდან განცხადების გარდა კონკრეტული ნაბიჯი, რაც შეიძლება გადადგან. პასპორტებთან დაკავშირებით გასაგებია, თანხების გადამისამართებაც გასაგებია, რა ბერკეტები არსებობს, რადგან ვერ მიდიან მოკლედ პერსონალურ სანქციებამდე. პერსონალურ სანქციებამდე შეიძლება მივიდნენ ინდივიდუალური ქვეყნები. ჩვენ გვაქვს ეს შემთხვევა. სურველთა კოალიცია, რომელსაც უწოდებენ ხოლმე, რომ სურველთა კოალიცია, ამას ემატება ზოგადად ორბანის ირგვლივ არსებული გარკვეული უკმაყოფილება, განსაკუთრებით გერმანიის მხრიდან და ჩვენ არ ვიცით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში გერმანია მიიღოს გადაწყვეტილება და უნგრეთს შეუჩეროს ეს ვეტოს უფლება და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამე გამარტივდება სწრაფად. ასე რომ ჩვენ დაზუსტებით ჯერ ვერ ვამბობ, თავად ევროკავშირში მიდის ძალიან საინტერესო პროცესები, რაც გარკვეულწილად გამოიწვია ისევ და ისევ ომმა უკრაინაში, ეხლა უკვე გამწვავებამ ირანში, ასე რომ ევროკავშირში მიმდინარე პროცესები პლუს ის გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც იქნება, გვაძლევს ჩემი აზრით ცოტა უფრო მეტი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. და ბოლოს მინდა კითხვა, სულ არის ხოლმე საუბარი, რომ ეს გაფართოების ისტორიული შანსი ახლა არსებობს, რომ საქართველოს უნდა ისარგებლოს ამ ფანჯრით. შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი იმაზე, რომ ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ რეალურად მართლაც ვისარგებლოთ, მივიღოთ სარგებელი. თუ რაღაც ჩავლილი მატარებელია და აღარც რჩება რესურსი და დრო იმისთვის, რომ დავეწიოთ ამ ტალღას. ჩემი აზრით ევროკავშირის გაფართოება ეს არის გეოპოლიტიკური იმპერატივი, ასე რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჩვენ ქართული საზოგადოება უკან დაგვხია მიახლოებით 10 წლეულით. ანუ ის რისი მიღწევა ჩვენ შეგვეძლო ეხლა უახლოეს პერიოდში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ამის ნაცვლად ჩვენ როგორც ჩანს გადავალთ მეორე შრეზე და უკვე სომხეთთან ერთად გაფართოების ფარგლებში შეიძლება განიხილებოდეთ ჩვენი საკითხი. რაც ნამდვილად არ იქნება 20-30. ნამდვილად არ არის კარგი და 20-30-იც ვერ იქნება ნამდვილად. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა. ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი პასუხობდა კომენტარის კითხვებს. კომენტარი ამით დასრულებულია. რამდენიმე წუთში დაიწყება სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა. მადლობა. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.